დედაქალაქში უხმა ნალექმა პრობლემების შექმნა. თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიდბორა. გადაადგილება ავტომობილებით მოსიარულეებისთვის გართულებული იყო აღმაშენებლის ხეივანზე, გლდანსა და ავლაბრის მიმდებარედ. გზის სავალი ნაწილი დაიდბორა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზეც. უხვი ნალექის შედეგად თამარაშვილის გამზირზე კი გზა ჩაიკეტა. ძლიერმა წვიმამ ადგილზე ქვაღურღი ჩამოიტანა. დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ვიდეო მიმართვაში ისაუბრა თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც ადგილზე ეცნობოდა არსებულ სიტუაციას. როგორც ცნობილია, გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა და უმეტესად საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ჩვენ ახლა ამ წუთში ვიმყოფებით სანაპიროზე, სადაც შეიქმნა გარკვეული პრობლემა, შეტყორვა არის, თუმცა წყალმა უკვე დაიწყო გადინება, სანიაღვრეჭების თავები წამოწეულია და გახსნილია. იყო გარკვეული ლოკაციები, სადაც იყო შეტყორვა უნივერსიტეტის თამარაშვილის ქუჩა. ყველაზე პრობლემური ადგილი ჰქონდათ დიდი ომში გუდულის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე სოფელ დიღომში იყო რამოდენიმე ლოკაცია. გარდა მაგისა იყო უნივერსიტეტის და თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე, კონკრეტულად აქ მარჯვენა სანაპიროზე. ერისთავის ქუჩაზე არის დასაწყისში, იქაც პრობლემა გვაქვს. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ მერის ყველა სამსახური, გამგეობები, ინფრასტრუქტურის სამსახური, სერვისი ეგრევე პრობლემის დაწყებისთანავე გამოსულებივად.